ბავშვებზე არ გვინდა ლაპარაკი. წყება საუბარი ბავშვებზე და მთავრდება ბავშვებზე. მაქვს როგორც ყველა ქართველ ბავშვს ცეკვაზე სიარულით გამოცდილება. მასწავლებელო, ცეკვაზე ვართ. 60 პლუს მიიღებთ და სწავლებლობა, თუნდაც სკოლის ან რა ვიცი, ქორეოგრაფობა არის, რომ კარს შეიხურავ, ჩაატარებ, გაკვეთილს გამოიხურავ. ბევრჯერ დაიჯახები, ძალიან ბევრჯერ წაიქცევი, მაგრამ უნდა ადგე აუცილებლად და ბევრი ხარო ვერ შევძლოთ, სელებო შევიკრიბოთ, რა ვიცი, ბოლომდე თუ უყურებთ, დაფიქსირდით. ამ სიმკაცრით იმ ეტაპზე მივიღებთ შედეგს. გაბედნიერებს, კითხვა რომ დაიხსნა, აუცილებლად მე გაგაბედნიეროს, ეს უკვე თუ არ გაბედნიერებს, რაღაცას არასწორად აკეთებ. როცა ამბობენ ხოლმე, რომ ცეკვაზე დავდივარ სამაჩას და ეგრევე მერცვა ისე ხრეში გავწორდავი ხოლმე და მეკითხები ვისთან და გიორგი. მეთქი მე და გიორგი კლასელები და მას მართლად? მეტება ესე არ მოდის, რომ რაღაცა მე დავწვე და გავიღვიძო და ოფილა თუ არა საკუთარ თავთან კითხვა ან ეჭვი რომ აი არასწორ ადგილას ვარ. როცა გეყო გინდა თუ არა რომ იცეკვას. ესტროს ალბათ ვითო. ცეკვის სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება სიმკაცრე მომენტებში დაჭერდეს მასწავლებელს. არ ვისწავლი ვიგულისხმე იმ გაგებით რომ ანუ გულს და სულს ვერ ჩავდებ იმ ყველაფერში და თქვი რომ აუცილებლად ჩავაბარებ. თქო და ესეც იყო, მაგრამ რომ ჩავაბარე ჩვეულებრივად ვისწავლე და აი არ გავედე რა, მაგ გავედის სამსახურება ალბათ. კი, ალბათ. სადაც ეხლა ხარ. ადამიანი იყო, აი ძალიან უფროსები, დედა ჩემის ხედა უფრო მეტი. აი და ხელი თუ შეიძლება. მოდი როცა მე დავდიოდი ცეკვის გაკვეთილებზე და მეც ვასწავლედი, ანუ რასაც ვსწავლობდი, იგივეს ვუზიარებდი უბრალოდ. რასაც ანუ სცენაზე განიცდის არტისტი და მოცეკვავე, აი ვერაფერს ვერ შეადარებ. კაცები არ უნდა შეიმჩნიო რა, უნდა ხოლმე ხშირად რომ აი ადამიანები ვართ და აი გულწრფელად თუ რამე შემეშალა მითხარით. არ არის რომ რაღაც შემოვიდეთ, მუსიკა ჩავრთე, წავიდა მოზგავ, ყველას ვფიქრობ რომ თავის შულს მოусმინონ რა უნდათ, რა უხარიათ, როგორ წარმოუდგენიათ თავიანთი ყოფა, უნდა შეძლოს მშობელმა დანახვა თავისი შვილის მოსმენა მაგალითად რატოა ესეთი მორცხვირობა სახეზე რაღაცა სტრესი ზოგადად ამ ცეკვის მასწავლებში ფიქრობენ რომ სიტყვაზე დისციპლინას გამოუმუშავებენ იმიტომ რომ მასწავლებლის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვები როდესაც მოდიან და აი რაღაცა ცოტა მოფარებულები არიან კარები აი თითქოს ძალიან დიდი ხანია დადის ჩამეხუტა რაღაცა აი გარემო ბავშვები რომლებიც წრებზე დადიან და განსაკუთრებით ცეკვას ეხება ხოლმე რომ ცეკვაზე როცა ბავშვი დადის არის ძალიან ორგანიზებული 5 წლის როცა დავიწყე ცეკვაზე სიარული და უნარები შეიძლება დამატებით მოწრეებმა კონკრეტულად პირობითად ცეკვამ განუვითაროს ბავშვი ისეთი, რასაც სკოლაში ვერ ვაძლევთ. ავარი რეგალია ჩემი კლასელი. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ მენამდე მასწავლებლის მერვე ეპიზოდს. ჩვენ ისევ და ისევ ვყოფებით ფსიქოცენტრში. დიდი მადლობა ამ სივრცის დათმობისთვის ფსიქოცენტრს და დღეს ჩემი სტუმარი, ანუ მერვე ეპიზოდის სტუმარი არის გიორგი ბუაჩიძე.